მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ლიკვიდი დოგმას, მე ვარ თამარი. როგორც დაგვიდით, დღეს გვექნება საუბარი თუ როგორ ჩავიდეთ გულში. იმისათვის რომ ავხსნათ თუ როგორ ჩავიდეთ გულში, ამაში დამეხმარება ჩვენი არაჩვეულებრივი წინაპრების დანატოვარი ამბავი, რწყილი და ჭიანჭველა. მე ახლა წარგიდგენთ სქემას, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ განვავითარე, როგორ ჩავდივართ გულში რწყილი და ჭიანჭველას ამბის მეშვეობით. მას ასე მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ რწყილი და ჭიანჭველას ამბავს, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა გადაარჩინოს რწყილმა მეგობარი ჭიანჭველა, რომ ამოიყვანოს იგი წყლიდან, რომ მათ ერთად განაგრძონ გზა. როგორც ხედავთ, ცხრილზე ასახულია მე და ეგო. რა თქმა უნდა, ამან დამაკავშირა იმასთან, რომ გულში შესასვლელად აუცილებელია ჩვენს ეგოსთან მუშაობა. ჩვენს ეგოსთან მუშაობის დროს გავაცნობიერებთ, რომ აუცილებელია აქ ვიმუშაოთ ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის, მეოთხე და მეხუთე პუნქტებს შორის. თუმცა სანამ მეოთხე და მეხუთე პუნქტებს შორის მივალთ, აუცილებლად უნდა გავიაროთ ის მონაკვეთი, რომელიც არის სხეულში მოთავსებული შიშების ქვეცნობიერისა და ცნობიერის გააზრება, რომელიც მიგვიყვანს გონთან, გონი, რომელიც გვაგზავნის იმ უპირობობის შეგრძნებასთან, რომელსაც შემდეგ მივყავართ სიყვარულთან. ჩვენ ვიცით, ჭიანჭველას თხოვს რწყილს, რომ გადაარჩინოს იგი. ჭიანჭველა ამ შემთხვევაში არის გასაჭირში და იგი წყალწაღებულის პოზიციაშია. მხოლოდ მას აქვს, რა თქმა უნდა, იმედი თავისი მესი, რომელიც დაეხმარება და იგი გაივლის ამ ეტაპებს, სწორედ რომ ჩავიდეს გულში, ანუ სიყვარულის მეგობრობის თემა, რომელიც უკავშირდება სიყვარულის ძალა, რომელიც გადაარჩენს ჭიანჭველას, ეს არის ის, რომ რწყილი გააცნობიერებს ბევრ რამეს ამ გზაზე, მან უნდა გაიაროს სხვადასხვა დავალებები, ასე ადვილად იგი ღორისგან ჯაგარს ვერ მიიღებს. იგი უნდა წავიდეს მუხასთან, მუხა, რომელიც მისცემს რკოს. ეს არის სხეული, ანუ ადამიანმა თუ გადაწყვიტა, რომ ჩავიდეს გულში, მას აუცილებლად მოუწევს მის სხეულთან დაკავშირება. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მას აქვს სხეული. სხეულის აღქმის პროცესი ეს არ არის ის, რომ ჩვენ მიჩვეული ვართ, ჩვენ გვაქვს სხეული და ჩვენ ამით ვარსებობთ, ჩვენ ამით ვაკეთებთ ყოველს, მაგრამ მისი აღქმა, რომ ის ჩვენ გვაქვს, ეს სხვა ეტაპებზე გადაგვიყვანს და აუცილებელია ჩვენ შევიგრძნოთ ჯერ სხეული, რომ მივიდეთ გულთან, მაგრამ სანამ სხეულს შევიგრძნობთ, აქ აუცილებლად დაგვჭირდება სხეულში მოთავსებული სხვადასხვა ეტაპების გავლა, რომ გავიაროთ ისინი და ესენი არის შიში, ქვეცნობიერი, გონი და გონს მივყავართ შემდეგ იმ უპირობობასთან, რომელიც არის სიყვარული. მოდი ახლა გავიაროთ თუ როგორ გავიგოთ სხეულში სად არის შიშები მოთავსებული. როგორც კი შევიგრძნობთ სხეულს, აუცილებლად დაგვჭირდება სხეულის დაძაბულობების აღქმა, თუ რა მომენტებში და რა მონაკვეთებში გვაქვს ჩვენ სხეულში ეს დაძაბულობები. ეს დაძაბულობები, მეგობრებო, არის შიშები, რომლებიც დაბადებიდან იმ წუთამდე, როდესაც შენ გააცნობიერე ეს მომენტი, რომ სხეულში შეხვედი და გააცნობიერე, რომ იქ დაძაბულობები არის დაგროვილი, ესენი არის ის შიშები, რომლებიც დაგროვდა დაბადებიდან, ჩასახვიდან, მოდი ასე ვიტყოდი, ჩასახვიდან იმ მომენტამდე, რომელიც შენ უნდა აღმოფხრა ის შიშები, რომლებიც არის შენში ჩაკირული. ამისათვის დაგჭირდება შენ ცნობიერთან და ქვეცნობიერთან მუშაობა, ანუ შიშების მოხსნა ცნობიერისა და ქვეცნობიერის მოგზაურობით. გონში, როდესაც ახვალთ, მეგობრებო, იმ გონამდე, როცა ჩვენ მივხვდებით რა არის უპირობობა, ჩვენ შევიგრძნობთ რა არის სიყვარული და ამ ყველაფერს ეს პირველი და მეშვიდე საფეხური უკავშირდება სიყვარულს, სწორედ იმ სიყვარულს, რომელიც არის მეხუთე განზომილების თემა, რომ უპირობობა არის ის ერთ-ერთი მალამო იმისა, რომ შევიგრძნოთ სიყვარული,
ანუ ეს მოგზაურობა მხოლოდ და მხოლოდ იწყება იმ შემთხვევაში, თუ კი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას მხოლოდ და მხოლოდ თავის თავზე, მეზე. მე მაქვს გასაკეთებელი და არა სხვას. სხვას არ აქვს ჩვენთვის გასაკეთებელი ის საქმეები, რაც ჩვენ დაგვევალა. წყილი უნდა დაეხმაროს ჭიანჭველას, რომ მან ამოიყვანოს ეგო წყალი არის დრო, მოდი ასე აღვიქვათ ამ შემთხვევაში, რომელიც ჩვენ თუ არ გავაცნობიერეთ სხეული, გვაკარგვინებს სხეულის აღქმის უნარს. დრო, თუ კი ჩვენ არ ვართ გულში, თუ კი ჩვენ არ ვართ ცნობიერში შესული, ქვეცნობიერში ჩასული, ვერ გავაცნობიერებთ იმას, რომ დრო იმდენად გვცვლის ადამიანებს, რომ შეიძლება აბსოლუტურად დაგვაშოროს გულს და სხეულს და შემდეგ ამან გვამყოფოს სრულ არაცნობიერში, რომელსაც შეუძლია დაგვაშოროს ჩვენს გულს, სხეულს, გონს და რა თქმა უნდა სიყვარულს, თუ კი ჩვენ არ ვართ ფხიზლად და არ ვმუშაობთ საკუთარ თავზე და არ ვაცნობიერებთ სხეულს მოფერება სჭირდება, ესე არ არის, რომ ვთქვათ, სხეული გვაქვს მოგვეცა და მას არ სჭირდება დახვეწა, მას სჭირდება დახვეწა, მოვლა, ისევე სიყვარული, როგორც შენი მოყვას გჭირდება, ამიტომაც უფალი იესო ქრისტე ყოველთვის გვასწავლიდა პირველ რიგში შეიყვარე შენი თავი, რომ შეგეძლოს სხვის დახმარება, რომ შეგეძლოს სხვისი სიყვარული. თუ კი შენი თავი არ გიყვარს, შენ ვერ შეძლებს სხვის სიყვარულს, რადგან შენ ვერ იქნები გულში ჩასული და თუ კი გულში არ ხარ ჩასული, შენ ვერ შეძლებს სიყვარულს, რომელიც მოდის უპირობობიდან. ასე რომ მეგობრებო, იმედია ამ თემით ძალიან დაგეხმარეთ და გამეხარება თქვენი კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, ველი თქვენს კითხვებს და მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ ბედნიერებას.